კონტინენტები. ჩვენი პლანეტის დედამიწის ფართობი 510 მილიონი კვადრატული კილომეტრია. იგი ხმელეთისა და წყლისაგან, ანუ კონტინენტებისა და ოკეანებისგან შედგება. ხმელეთს დედამიწის ზედაპირის 159 მილიონი კვადრატული კილომეტრი უკავია, დანარჩენი კი წყალია. კონტინენტებს შორის ფართობით უდიდესი აზიაა, შემდეგ აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა, ევროპა და ბოლოს კი ავსტრალიაა. აზია გეოგრაფიული რეკორდების კონტინენტია. აქ მდებარეობს დედამიწის უმაღლესი მთები, ჰიმალაი და უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა, ევერესტად წოდებული. აზიაშია დედამიწის ყველაზე დაბალი ადგილი, მკვდარი ზღვა, ფართობით ყველაზე დიდი ტბა, კასპიის ზღვა წოდებული და ყველაზე ღრმა ტბა, ბაიკალის, დიდი ნახევარკუნძული, რომელსაც არაბეთის ნახევარკუნძული ეწოდება და დიდი ყურე ბენგალის. აზიაში მდებარეობს ჰიმალაის მთები, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს მთათა სისტემას შეადგენს. მასზე აღმართულია დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი, 8848 მეტრია. მკვდარი ზღვა გაუდინარე მლაშე ტბაა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. საზრდოობს იორდანიის წყლით, ჰავა ცხელია და მშრალი, მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს, სანაპიროზე იღებენ მინერალურ მარილებს. კასპიის ზღვას ხშირად განიხილავენ როგორც ტბას, მისი დახურული ბუნებისა და მსოფლიო ოკეანეებში პირდაპირი გასასვლელის არარსებობის გამო. ბაიკალის ტბა და ბენგალის ყურეს აზიაც ეკუთვნის. ბაიკალის ტბა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში, ხოლო ბენგალის ყურე მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზოგადად, ყურე ეს არის ხმელეთში ღრმად შეჭრილი ოკეანის, ზღვის ან ტბის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია წყალსატევის ძირითად ნაწილთან თავისუფალი წყლის მიმოსვლა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევარკუნძული არაბეთის ნახევარკუნძულია. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მოიპოვება ნავთობი და ბუნებრივი აირი. აფრიკა მეორე ადგილზეა კონტინენტებს შორის. აფრიკა ყველაზე ცხელი კონტინენტია დედამიწაზე. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი უდაბნო საჰარა და აქ მიედინება მსოფლიოს უგრძესი მდინარე ნილოსი. კონტინენტის ტყეებში შემორჩენილია უნიკალური და ეგზოტიკური მცენარეები და ცხოველები, ბაობაბი, კორპის მუხა, ზებრა, ჟირაფი, მარტორქა, სპილო, ბეჰემოთი და სხვა. როგორც ვთქვით, უდაბნო საჰარა მსოფლიოს უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, რომელიც მდებარეობს აფრიკაში. აფრიკის მდინარე ნილოსი მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. დიდი ცხოველების მრავალფეროვნება აფრიკული ფაუნის დამახასიათებელი ნიშანია. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს ეკუთვნის დედამიწის უდიდესი კუნძული გრენლანდია. კონტინენტი ცნობილია თავისი დიდი ტბებით, ყველაზე დიდი კანიონით და ყველაზე დიდი ფლირტ-მამონტის მღვიმით. მის ნაპირებთან ყველაზე მაღალი 18 მეტრიანი სიმაღლის მოქცევის ტალღები იცის. ჯერ კიდევ 150 წლის წინ სწორედ ჩრდილოეთ ამერიკაში შეიქმნა პირველი დაცული ტერიტორია, რომელსაც იელოუსტოუნის ეროვნული პარკი ეწოდა. კონტინენტი განთქმულია გიგანტური სეკვოიით, ხეებით, ბიზონებით და ასე შემდეგ. გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთანაა. ის მსოფლიოში უდიდეს კუნძულადაა მიჩნეული. ამჟამად კუნძული დანიის დაქვემდებარებაშია. დიდი კანიონი, რომელიც ამერიკაში მდებარეობს, ყველაზე ღრმა კანიონია. დიდ კანიონში მდინარე კოლორადო მიედინება და მას ხშირად კოლორადოს კანიონს უწოდებენ.
მისი სიგრძე 456 კილომეტრია, ხოლო სიღრმე კი 2000 მეტრს აღწევს. კანიონი ღრმა ხევია მდინარის პირას, სადაც მდინარეს ვიწრო კალაპოტი აქვს. კანიონის სანაპირო ტერიტორიაზე 300 წლის წინათ ინდოელები ცხოვრობდნენ. ეკრანზე კოლორადოს კანიონია ნაჩვენები. მამონტის მღვიმე ამერიკაშია, კერძოდ კენტუკის შტატში. ეს მღვიმე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღრმა მღვიმედ ითვლება. მისი სიგრძე დარბაზიან დერეფნიანად არის 351 კილომეტრი. მღვიმე ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა. გამოქვაბულში არის 3 ტბა, 3 მდინარე და 8 ჩანჩქერი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზის სიგრძე 163 მეტრია. მღვიმე შედგება 2 გამოქვაბულისგან, რომელთა ისტორიაც ასეთია. გამოქვაბული აღმოაჩინა მონადირემ, რომელიც დაჭრილ დაცვს მისდევდა. მან სახელწოდება თავისი სიდიდის გამო მიიღო. სურათზე იელოსტოუნის ეროვნული პარკია ნაჩვენები და მისი ვულკანი. იელოსტოუნის ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და პრეზიდენტ უილისე გრანტის ბრძანებით 1872 წლის 1 მარტს დაარსდა. იელოსტოუნი პირველი ეროვნული პარკი იყო შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მასშტაბით. პარკი ცნობილია ველური ბუნებითა და გეოთერმული მახასიათებლებით, განსაკუთრებით კი გეიზერით. სამხრეთ ამერიკა კონტინენტებს შორის ყველაზე ტენიანი, წყლიანი და ყველაზე მწვანეა. ამ კონტინენტზე ყველაზე ნაკლები კუნძულია. სამხრეთ ამერიკაშია ყველაზე გრძელი მთათა სისტემა, რომელსაც ანდებს უწოდებენ, წყალუხვი მდინარე ამაზონი და ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ანხელი. კონტინენტის ტერიტორიის თითქმის ნახევარი ტყეებს უკავია, სადაც 4000-მდე სახეობის მარტო ხე-მცენარეა. მათ შორისაა სეიბა, მატყლის ხე წოდებული, კაკაოს ხე, ჰევეა კაუჭკის ხე და სხვა. სამხრეთ ამერიკას ფრინველების კონტინენტსაც უწოდებენ. აქ ბინადრობს ყველაზე პაწეწინა ფრინველი, კოლიბრი და ყველაზე გრძელი გველი, ანაკონდა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ყველაზე გრძელი მთათა სისტემა ანდების სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს, რომელიც ყინულის ნაკლებობით გამოირჩევა. ამაზონის ტყეები მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის მასივია. ის იკავებს მსოფლიოს სხვა ტროპიკული ტყეების ფართობის ნახევარს. მას დედამიწის ფილტვებსაც უწოდებენ, ხოლო ამაზონის მდინარე გამოირჩევა წყალუხვობით. ჰევეას ამერიკელები კაუჭუკის ხეს უწოდებენ. რძიანისებრთა ოჯახისაა. 12-მდე სახეობა იზრდება ტროპიკულ ამერიკაში. ბრაზილიური ჰევეა ბუნებრივი კაუჭუკის წყაროა. ველურად იზრდება მდინარე ამაზონის ველის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ყველაზე პატარა ფრინველი კოლიბრი სამხრეთ ამერიკაშია. მათი სხეულის სიგრძე 21 სანტიმეტრამდე, ხოლო მასა 20 გრამამდე აღწევს. ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში. ანტარქტიდა დედამიწაზე ყველაზე მაღალი და ცივი კონტინენტია. ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ძლიერი ქარებით სწორედ აქ იცის. იგი კონტინენტებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ევროპის ბუნება სხვა კონტინენტებთან შედარებით ყველაზე ძლიერადაა შეცვლილი. ახალი ქვეყნების, კონტინენტებისა თუ ტერიტორიების აღმოჩენის ისტორიაში ყველაზე მეტი წვრილი სწორედ ევროპას და ევროპულ მოგზაურობას მიუძღვით. ავსტრალია ყველაზე ბრტყელი, უწყლო, უტყეო და ნაკლებად დასახლებული კონტინენტია. ავსტრალიაში არ არის ვულკანები და მყინვარები. თითქმის არ ხდება მიწისძვრები. აქ ბევრი ისეთი მცენარე და ცხოველია, რომელთაც სხვა კონტინენტზე ვერ შეხვდებით. მაგალითად კენგურუ, კოალა, იხვნისკარტა და სხვა. ამიტომ მას
ცოცხალი ნამარხების კონტინენტსაც უწოდებენ. ულურუს მთაზე მრავლადაა კლდის მღვიმეები და მხატვრობა. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. კოალა გარეგნულად დაცვს გავს. სიგრძე 82 სანტიმეტრია, წონა 16 კილოგრამი. ამჯერად ჩამთოსან დათვებზე ნადირობა აკრძალულია. იხსნის კარტას ყოველი ნაწილი უცნაური აქვს. შხამიანი დეზები, მანათობელი ბეწვის საფარი და კანი, რომელიც რძის ობს გამოყოფს. ის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური არსებაა. ირკვევა, რომ მას ფრინველის, რეპტილიისა და ძუძუმწოვრის გენები აქვს. ის ავსტრალიური ცხოველი ძუძუმწოვართა ძლიერ სპეციალიზირებულ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც ერთგასავლიანს უწოდებენ. ცხოველი კვერცხისმდებელია, მაგრამ ნაშიერს რძით კვებავს. კენგურუს უმრავლესობა მიწაზე ცხოვრობს, ზოგი კი მეხეურია, იკვებებიან მცენარეებით, ზოგი ჭიებსა და მწერებს ჭამს, შობენ ერთ ან ორ უსუსულ ნაშიერს, რომელთაც დედა 6-8 თვის განმავლობაში ჩანთით ატარებს. პირველ ხანებში ნაშიერი მჭიდროდაა მიმაგრებული დედის ძუძუზე და რძე პერიოდულად ეშხებება პირში. ტანად დიდი კენგურუები უკვე მოსპეს, პატარები ჯერ კიდევ მრავლად ხვდება. საარეწაო ობიექტია, იყენებენ ბეწს და ხორცს. მადლობა ყურადღებისთვის.